რემონტი თუ გაქვს ან დაწყებას ფიქრობ, იმაზე მარტივადაც შეიძლება, ვიდრე წარმოგიდგენია ან გამოგიცდია. ჩვენ დაგვირეკე და გამოგიგზავნეთ საუკეთესო ხელოსანს თავის ფასში და გარანტიით. თავის ფასში ნიშნავს კაფელი კვადრატი 50 ლარი, ელექტროობა 20-25 ლარი, ასევე მალიარკა 30-35 ლარი, გალესო 20 ლარი. ეს ის ფასებია, რომელიც ხელოსანს უშუალოდ თქვენ უნდა გადაუხადოთ და ხელოსანმაც უნდა აიღოს თვითონ ეს ანაზღაურება. მე ამ ფასებში არ ვერევი. თანხები მხოლოდ დამკვეთისა და ხელოსნის საქმეა. მე სრულად ვაკონტროლებ სამუშაო პროცესს, რომ დათქმულ დროში, დათქმულ ვადებში და დათქმული ხარისხით შესრულდეს ყველაფერი. და მხოლოდ სამუშაოს დასრულების შემდეგ მე მიხდით 3%. დიახ, მხოლოდ 3%. რაც რემონტს ეხება, ყველაფრის სპეციალისტი მყავს. დაწყებული არქიტექტორი, დიზაინერი, ჰიდროიზოლაციის სპეციალისტი, სანტექნიკი, ელექტრიკი თუ ბოლოს დასუფთავების სამსახური, რომელიც რემონტის შემდგომ ისე აწკრიალებს, რომ პირდაპირ შედიხარ და პირდაპირ ცხოვრობ, აღარ გიწევს არაფრის დალაგება. მხოლოდ იმ ხელოსნებს უწევ რეკომენდაციას, რომელთა ერთადაც მიმუშავია მრავალჯერ და მათ პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება. ყოფილა ისეთ შემთხვევებიც, როდესაც ხელოსანი ფიზიკურად დაზიანდა სამუშაო პროცესის დროს, მაგრამ მაქსიმუმ 2 დღეში ვანაცვლებ მათ და როგორ 100 ხელოსანი მყავს. ყველა მიმართულებით და მარტივია მათ ჩანაცვლება. ამიტომ სამუშაოები არასოდეს არ ფერხდება ჩვენთან. საბოლოოდ კი, როდესაც ჩემი კონტროლის ქვეშ ყველაფერი ჩაივლის წინვალედ, მე მიხდი 3%-ს და ხელოსანს უხდი იმდენს, რამდენზეც მოილაპარაკეთ. მე ამ თანხებში უკვე არ ვერევი. ხელოსანი იღებს ზუსტად იმდენს, რამდენზეც თქვენ შეთანხმდებით. IQ, ახალი სიტყვა რემონტში.